წითელი ისტორია ამ სახელწოდების გამოფენას დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. საგამოფენო დარბაზში ყოფილი უშიშროების გასაიდუმლოებული ფოტომასალა გამოიფინა. საცავის გრიფით საიდუმლო დოკუმენტების ნახვა ამ დრომდე მხოლოდ გავლენიანი პირებისთვის იყო შესაძლებელი. პრეზენტაციას დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან სპეციალურად მოწვეული მეცნიერებიც ესწრებოდნენ. ხოლო თუ რა საიდუმლო მასალის ხილვაა შესაძლო გამოფენაზე, სოფო დემეტრაშვილი გიამბობთ. ეს არის ორიგინალი. აქ თქვენ ხედავთ, რომ არის წარმოდგენილი სტალინის პროფილი, ფასი, ანფასი, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური კარტოტეკა, თავისი თითის ანაბეჭდებით. ეს ფოტო 1908 წლით თარიღდება. ის საბჭოთა ბელადს დაკავებისას გადაუღეს. მაშინ 30 წლის იოსებ ჯუღაშვილი ბაქოში იატა ქვეშა მოძრაობისთვისა და ამიერკავკასიაში რევოლუციური აჯანყების მცდელობისთვის დააპატიმრეს. სტალინის ფოტოსთან ერთად ექსპოზიცია წითელი ისტორიის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი უშიშროების არქივში დაცული 45 ფოტო დღეს პირველად გამოფინა. საცავის გრიფით საიდუმლო დოკუმენტების ნახვა ადრე მხოლოდ გავლენიანი პირებისთვის იყო შესაძლებელი. პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულებით კი სახელმწიფო საიდუმლოების ხილვა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ამ ფოტოებით შეიძლება 45 ეპიზოდი აღვიდგინოთ საქართველოს უახლესი ისტორიიდან. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მკვლევარები დავაინტერესოთ, მათ დაწერონ წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები იმისთვის, რომ იყოს დაწერილი რეალური ისტორია. საცავის ლაბორატორიაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გადაღებული ფოტოს აღდგენას ცდილობენ. სურათზე იმ პერიოდის მაღალი წრის ქალბატონები არიან აღბეჭდილი. ყოფილი უშიშროების შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარტიული ორგანოების საარქივო მასალები 300 მილიონამდე საქმეს აერთიანებს, რომელიც საქართველოში რუსეთის მეფის ჟანდარმერიისა და გასაბჭოების პერიოდს ასახავს. გასაიდუმლოებულ მასალებს შორისაა ეგრეთ წოდებულ თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკული საქმის დეტალებიც. ეს საქმე ეს არის რეისი ნომერი 68-33. ეს საქმე იყო თვალსაჩინო 1982 წელს, 82 წლის ნოემბერში. დიახ, ეს არის საკმაოდ ვრცელი საქმე, შედგება 19 ტომისგან და სხვადასხვა ამ საქმეს არის დართული მრავალი ფოტომასალა, მაგრამ უბრალოდ ერთდროულად ყველაფრის წარმოდგენა და გამოტანა შეუძლებელი არის. დღესვე გამოფენაზე დამთვალიერებელი ჟურნალს საარქივო მოამბესაც ნახავს. ახალ ნომერში საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების პერიოდში განხორციელებული რეპრესიების დამადასტურებელი დოკუმენტებია დაბეჭდილი. საარქივო მოამბეში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის გასაიდუმლოებული შრიფტ-ტელეგრამებია გაშიფრული, სადაც ცეკას მდივნის ჯუმბერ ბაქტიაშვილის მიერ მოსკოვისთვის გაგზავნილი წერილების შინაარსი იკითხება. მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი პატიაშვილი წერდა მოსკოვს. დაშიფრულ დეპეშებში, რომელიც თბილისიდან იგზავნებოდა მოსკოვში, აღწერილია ის სიტუაცია, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის გამზირზე იყო, ანუ ის არეული მდგომარეობა, რომელიც უკვე კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და ითხოვდნენ დახმარებას. ხის ბოლოს ყოფილი უშიშროების არქივში დაცული ფოტოგამოფენით საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს მე-20 საუკუნეში საქართველოს უშიშროების არქივის მიხედვით გაიხსნა. პრეზენტაციას დასავლეთ ევროპული ქვეყნებიდან მოწვეული მეცნიერებიც ესწრებოდნენ. გასაიდუმლოებული ფოტომასალების გამოფენა 1 ნოემბრამდე გაგრძელდება.